Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენი გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და მინდა დღევანდელი გადაცემა დავიწყო. წინა ვიდეოს გაგრძელებით სულ 2 წუთით ვისაუბრებ ამ თემაზე და შემდეგ გადავალთ მთავარ თემებზე. ანუ, წინა ვიდეოში რაც აგიხსენით, რა თქმა უნდა, YouTube-ზე ადეკვატური ხალხი ხართ, მაგრამ TikTok-ზე ხო წამოვიდა ნეგატივი, რომ შენ რა გესმის? შენ რა იცი? ილია თოფურიას დოპინგებით მოუგეს და ქვები ედო ხელში, ქვები. მერე გამოვიდა მერაბ დვალიშვილი და ხალხო რას სულელებს იგონებთო, რა ქვები ედო, რა გაიყიდაო ბრძოლაო, რაღაცებიო და ხალხმა მერაბ დვალიშვილსაც დაუწყო იმის მტკიცება, რომ შენო არაფერს აზზე არ ხარო, ბიჭო, შენცო გაიყიდეო და შენცო ეხლა საქართველოს წინააღმდეგ ხარო. ჩვენ ვართო აქ ხალხი მართალიო. რამაც დამამშვიდა ნამდვილად, რომ მხოლოდ მე არ ვიზიდავ გიჟებს, ანუ ზოგადად გიჟები ვართ. ადამიანები, რასაც გადავწყვეტ საკუთარ თავში, ეგ არის სიმართლე. ანუ სულ რომ გამოდის მსოფლიო ჩემპიონი იმ სპორტიდან, რა სპორტსაც განვიხილავთ და გვეუბნება, რომ ხალხო, ესეა, ჩვენ კიდია ამისი აზრი. ჩვენთვის ესეა, რადგან იზოლდა ბებო მოყურა. და იზოლდა ბებომ თქვა, რომ იქაო ემასო ქვები ედო ხელშიო. ხალხმა ასევე აგინა ნინა დრამას, რომელიც, ვინც აზრზე არ ხართ აგიხსნით, რომ ერთი ჩვეულებრივი ძუკნა არა, რომელიც ადრე Playboy-ში იყო და ყველაფერს თავისი კაცი აკეთებინებს, რა, თავისი კაცი ყავს სუტინიორი, რომელიც ხან Playboy-ში ათამაშებს და ამოდელირებს, ხან UFC-ს კომენტატორად აყენებს, ხან რაღაც TikTok ვიდეოებს აღებინებს და ხალხი გიჟდება ამაზე, რომ როგორ ბიჭო, ეს შენი შეყვარებული ნებას გრთავს ამ ყველაფერს და ხალხი დასცენის შეყვარებულს, რომ ჰაჰაო, რა ბანძი ტიპია ვაზზე ხართო, რომ ესეთ ვიდეოებს აღებინებსო. ანუ ხალხი იმას ვერ ხვდება, რომ სუტინიორია ჩვეულებრივი ამის შეყვარებული. და ამას იყენებს, უბრალოდ ანუ მენეჯერია რა, და ეს ყავს მოდელად, რომ მიდი ახლა შენ წახვალ იმას იზამ, მიდი ახლა შენ მერაბთან ჩაწერ ვიდეოს, ამას წაეფლირტავები, მიდი შენ ახლა არმანთან ჩაწერ ვიდეოს, ამას წაეფლირტავები, რომ ხალხმა აკომენტაროს ჩემზე, რომ ვინ არის ეგ შენი ბანძი შეყვარებული და ბუმ, მილიონი კომენტარი შეყვარებულის დაცინვაზე. ამ დროს შეყვარებულს შეძდის ფულები. მაგას ვერ ხვდება ხალხი, რა თქმა უნდა. და ბოლოს რომ მიაგდებს ეს ტიპი, როცა ბოლომდე გამოწველის და ნინა დრამა ოდნავ დაბერდება, მე არ გაგიკვირდეთ მეგობრებო. ხო და ხალხი რაზე აგინებს ნინა დრამას, რომ ანუ საქართველოს ჩამოიყვანა მერაბ დვალიშვილმა, ხალხმა ხინკლები და ხაჭაპურები აჭამეს და ეხა ჯასტინ გეიჯიმ რომ მოუგო ილია თოფურიას, ნინა დრამას გაუხარდა, რომ თავის ქვეყნის წარმომადგენელმა თავისი ქვეყნის დედაქალაქში პრეზიდენტის სასახლის ეზოში მოიგო. და რატომ არ გაცვალა ნინა დრამამ 6 ცალი ნაჭამი ხაჭაპური და 12 ხინკალი თავის სამშობლოში, მაგაზია ხალხი გამწარებული, რომ დამიბრუნე ჩემი 3 ხინკალი. შებოზო, აქ აღარ დაგინახოთ, იცოდე. აი, მერაბს მე უნდა დავენიშნე მართლა, როცა ვეუბნებოდი 1 წლის წინ, რომ მეთქი PR მენეჯერად დამნიშნეთ, ხო, რადგან მერაბს არ ესმის საზოგადოებასთან ურთიერთობა როგორ უნდა. მე ვეტყოდი, როგორც უნდა და მე დავარიგებდი ჭკუას, ვეტყოდი, რომ გამოსულიყო ჩაეწერა ვიდეო, რომ ყველა ქართველი მართალი ხართ. თქვენ გენაცვალეთ. და თან ხაჭაპურს შევჭამდი, თან მეორე ხელში ხინკალი მეჭირებოდა და ყველანაირად პატრიოტულად და მაგრამ არა, მერაბმა მოინდომა დამოუკიდებლად გაქაჩვა და ვიღაც ნინა დრამებისთვის დაჯერება. ასე რომ მერაბ მიიღეს ჰეითი რაც მოდის. კაი, მოკლედ გაჩვენოთ ის ქვების ისტორია. ეს ქვები, რაც თქვენ ნახეთ, არის მეგობრებო, ხელის შესახვევი ბინტი. რასაც უხვევენ ხოლმე მებრძოლებს ბრძოლის წინ და შემდეგ იცომენ ხელთათმანს, რომ კარგად მოჭერილად იყოს და თან ხელი დაიცვას მებრძოლის. რადგან ბევრს გონიათ, რომ ეს მოწინააღმდეგის სახის დაცვისთვის არა, ეს არის ხელის დაცვისთვის, რადგან თავის ქალა უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი მაჯის ძვლები. ეს მაინც ზოგადი ანატომია და ბიოლოგია. ვიღაცამ გადაიღო ესეთი
ფოტო. ეს უკვე გაუმჯობესებულია სხვათა შორის, მაგრამ ამაზე უარესი ფოტო, ანუ ძალიან შორიდანაა გადაღებული და იმის შანსი არის აბსოლუტურად 0-ის ტოლი, რომ თქვენ რასაც კომენტარებში ყრით, რომ აი აქ რაღაცეები დევს, ეგ რომ ეგეთი კარგი ხარისხით ჩანდეს, მაგის ჩვენების შანსი არის 0-ის ტოლი. არც 0.0001 და ასე შემდეგ არა. უბრალოდ 0-ის ტოლი. შემდეგ რა მოხდა? ვიღაც ტიპმა გადაწყვიტა, რომ AI-ით გაეკეთებინა ხარისხის გაუმჯობესება და გამოუვიდა აი ეს. აი ეს. აქ ხედავთ, რომ Justin Gage-ის ხელთათმანის ქვეშ უდევს ქვები. ხომ? ეხლა რა მოხდა? ვიღაცა სხვა ჭკვიანიც აღმოჩნდა ესეთი, რომელმაც ასევე გადაწყვიტა ცალკე ამ ქვების კაცისგან დამოუკიდებლად ასევე გაეუმჯობესებინა ამ ფოტოს ხარისხი, ასევე ხელოვნური ინტელექტით, იმას გამოუვიდა აი ეს. ანუ აქ რაღაცა რაზვადნოი კლუჩის თავი უდევს შეტრიალებული Justin Gage-ის. რა თქმა უნდა, მესამე ჭკვიანსაც მოუვიდა ეს იდეა თავში, იმანაც გააკეთა, ამას რაღაცა 2 ცალი ოქროს ბეჭედი ამოუვიდა. ანუ kinder surprise-ივით რომ არის ეს ხელოვნური ინტელექტი, ხალხი ვერ ხვდება, რომ ხან რას გაგიკეთებს, ხან რას, იმიტომ რომ არ ჩანს ფოტოზე რეალურად. და თქვენ როგორც ეტყვით, იმას გაგიკეთებთ. აი, 3 სხვადასხვანაირი ფოტო გაჩვენეთ. და ვინც კიდევ გააგრძელებთ ამ სისულელის დაჯერებას, რომ ადამიანს ხელში ედო რაღაც ქვები და ესენი სეტყვა, ხო, რომ ანუ დაარტყა და ბრძოლის მერე დადნა ძმა ეს სეტყვა და გაქრა. მაგიტომ ვერ აღმოუჩენენ ვერაფერს. ხო, იმ გამოცანაში არ ვართ მეგობრებო, რომ ოთახში კაცი მოკვდა და ქვემოთ ღრმულია და როგორ ჩამოეკიდა და წყალი იყო გაყინული. მაგ გამოცანაში არ ვართ. რეალურ ცხოვრებაში ვართ, ასე რომ შეეგუეთ რეალურ ცხოვრებას, რომ ადამიანს ხელში არაფერი ეჭირა, ადამიანს ქონდა ხელში ბინტები. აგერ გაჩვენებთ. აგერ მისი ბინტები. ეს არის ის ბინტი, რასაც ხელზე იხოვენ მებრძოლები. ხო და ეხა ჯერ ერთი ფოტო გავრცელდა, მერე იმ ფოტოს ხელოვნურმა ინტელექტმა დაამატა რაღაც ბეჭდები, ნიჟარები, კლუჩები, ქვები და ასე შემდეგ. ეს არაფერს ცვლის. რაც არ უნდა გული გეტკინოთ, რაც არ უნდა გეწყინოთ, მე შეგუებული ვარ, ანუ მერაბ დვალიშვილს აგინებდით და ეხა ჩემზე რო თქვათ, რომ მიშაო შენო არ ხარო მართალიო, მაგას როგორმე გადავიტან. გადავიდეთ ინტერნაციონალური თემებიდან ქართულ თემებზე და მე მინდა სწრაფად ვისაუბრო ამ საკითხზე, რადგან აი როგორც ალიონ ნოდარ, დიახ, აი როგორც ნოდარი მატყობინებს, უკვე საათები დარჩა ადამიანს სიცოცხლისთვის, აი ევროპიდანაც გვეხმიანებიან ადამიანები, ამერიკიდანაც ჯო ვილსონი გვირეკავს, რომ გაათავისუფლეთ ეგ პატიმარიო. დიახ, საათები აქვს დარჩენილი, ხომ? კი. აუცილებლად უნდა გამოიშვას, ხო ეს პატიმარი და გადავიდეს სამკურნალო დაწესებულებაში. კი, თორემ უკვე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და შეიძლება ეს ფატალურად დასრულდეს. კი ბატონო. გეცნობათ ტექსტები 3 წლის წინ დაბრუნდით, როდესაც მიშაზე საუბრობდნენ ესე. არა მეგობრებო, მე ვსაუბრობ დღევანდელ ვითარებაზე, მიშაზე არა, ელენე ხოშტარიაზე. ანუ მიშა ხომ გადარჩა მაგ ყველაფერს. ამ ევროპიდან დარეკვებს და მიშა გაუშვით, კვდება, საათები, აი წუთები დარჩა. 3, 2, 1 კვდება. ნუ რო არ მოკვდა და რო არ გამოუშვეს, ხო ჩაბუთქუნდა კარგად. ხო ჩაიქნია ხელი, კაი თუ არ მიშვებთო მაშინ შევჭამო და ჩავბუთქუნდებიო. ხო არის ახლა ჯანზე, ხო არის ხოდზე მიშა. ხო არის იმის ხოდზე, რომ დედის აგინოს მანდედან თავის პარტიელებს და შეცვალოს თავმჯდომარეები და ასე შემდეგ, ხო? ეხლა წამოვიდა იგივე საუბარი ელენე ხოშტარიაზე. რომ აი ხა წუთებია დარჩენილი, ვაიმე, იმდენი დაავადება, აი კიდე ელენე მციხეში უმოწყალოდ ექცევიან და ისე სცემენ, რომ ვერც წარმოიდგენთ. არა. ჩვეულებრივად ექცევიან, უბრალოდ რა თქმა უნდა თვითონ იუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. აი მე ხო არ ვარ ელენეს თანამესაკნე, მაგრამ
100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ გავა რამოდენიმე დღე ან თვე და გამოჯამრთელდება როგორღაც სასწაულად. ისევ ჩაბუთქუნდება, ისევ ხოძე იქნება და არაფერი მოუვა. მაგრამ ეხლა აი მოდი ვუყუროთ და კომენტარები წავიკითხოთ უბრალოდ რა ქალბატონი ლიაკას მაწერის კომენტარი წავიკითხოთ, ჩემს შვილს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია სანამ არ მოწამლეს, აწამეს ციხეში. მთელი ღამე უკან ხელებს შეკრული და შიშველი ჰყავდათ, ხან ადექი, ხან დაწექი. ანუ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ანუ მიშას არაფერი დაუშავეს, გვარამიას არაფერი დაუშავეს, მელიას არაფერი დაუშავეს, ხაბეიშვილს არაფერი დაუშავეს. კიდევ ვიდიყო რა, ჯაფარიძეს არაფერი დაუშავეს, მაგრამ აი ლიაკა რო შევიდა ციხეში თურმე, ლიაკაზე გამწარებულები ყოფილან და გაიხადეო და ხელები შეუკრეს უკან ადექი, დაჯექი და თან წიხლებს ურტყამდნენ თურმე და თან რასაკეთებდნენ, იცი? აი ესე წამლებს უკეთებდნენ დაავადებების. ხალხო, როდემდე უნდა გაუძლოთ ამ მთავრობას, წამლებს გვიკეთებენ დაავადებების. არა მეგობრებო, ეს ყველაფერი მოგონილია. ნახავთ, როდესაც გამოვა ელენე ლიაკა, რომ ჩვეულებრივად, როდესაც დაანებებს საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესებას თავს, შემდეგ ჩვეულებრივად მობუთქუნდება, სახეზე ფერი დაუბრუნდება, წითელი ღაჟღაჟა ლოყები, ისევ რო გამოვა მიიღებს იმ რუსულ ფულებს, რასაც იღებს, რითიც ცხოვრობს. რუბლებიც ხო წითელია, სხვა შორის 5000-იანი კუპიურები, ასე რომ რო ჩამოვა ეს ჩამოფრინდება რუსეთიდან 5000 კუპიურიანი რუბლები, ხასიათზეც მოვა, ფერზეც მოვა, ჩვეულებრივად მოიხოდება, გააგრძელებს ისევ ბრძოლას. და მოიცადეთ ერთ წამი. დედამისი იძახის, რომ ჩემს შვილს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, სანამ არ მოწამლეს. მე მინდა ეხა ამ დალბაიობი ჯაფარიძის კომენტარი გაჩვენოთ. ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მანამ სანამ დააკავებდნენ, მათ შორის აქ საკმაოდ რთული ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მანამ სანამ დააკავებდნენ. ანუ მეგობრებო, ჯერო თქვენ შეიკრათ ხოლმე ესე წრეში და აი მოდი რა ვთქვათ, აბა? აი იმიტომ რომ გაფუჭებულ ტელეფონს თამაშობენ ეს კრეტინები მართლა. ერთი მეორეს ეტყვის, რომ ელენეს ჰქონდა დაავადებები. მეორეს ეტყვის, ელენეს ჰქონდა დაავადებები, მესამეს ელენეს ჰქონდა დაავადებები და ვიღაცა მეოთხე აფუჭებს, რომ ელენე ჯანმრთელი იყო. და всё, მე ყველაფერი ერევათ, რომ მოიცა რას ვატრაკებთ, ანუ რას ვაწვევით, რომელ თემას ვაწვევით, რომ ელენე მანამდეც დაავადებული იყო, სამ ციხეში შევიდოდა თუ ციხეში დამართეს რამე და წამლები გაუკეთეს და ბუქნები აკეთებინეს შიშველს და ხელს შეკრულს. რომელ თემას ვაწვევით? იქნებ ჩამოვყალიბდეთ მეგობრებო, იქნებ მეც გიჭერთ მხარს ადამიანებო, უბრალოდ რა ვიცი, ჩამოვყალიბდეთ ხოლმე ერთ თემაზე. ზურა, დაავადება, იცით მეც მაქვს სამედიცინო ბექგრაუნდი მაქვს და მესმის რაზე არის საუბარი, ეს არ არის ხელწამოსაკრავი და ესეთი თემა, სერიოზული პრობლემები არის და ჭირდება მას სერიოზული მკურნალობა, მათ შორის ესეთი მკურნალობა, რომელიც ელენებს საქართველოში ცადა, არაერთხელ და სამწუხაროდ აქ ვერ მოხერხდა, ვერც წესიერი დიაგნოზის დასმა და ვერც მკურნალობის ჩატარება. ელენეს ისევ საქართველოს დაკნინება, რა თქმა უნდა, რომ ანუ აი ყველა ადამიანს უმკურნალობთ რატომღაც, მაგრამ აი ელენეს ვერ დაუსვა მთელი საქართველოს ექიმებმა დიაგნოზი, ვერ დაუსვეს. ანუ იმდენად ბანძი და იმდენად ნოლი ექიმები ყავს ზურა ჯაფარიძის თქმით, რომ აი ერთ ადამიანს დიაგნოზი ვერ დაუსვეს რა. ისევ საქართველოს დაკნინება აბსოლუტურად ყველა ასპექტში, ანუ რაც არ უნდა იყოს, ყველანაირად ებრძვიან ყველაფერს ქართულს. მე ელენესთან ვიყავი შესული და პეჩენია მიუტანე რა და შეჭამა და მოიწამლა და მე დავხედე ამ პეჩენიას და ქართული ყოფილა. მეთქი გადავაგდე, წავედი ევროპული პეჩენია მოუტანე, ვაჭამე და გამოკეთდა ელენეტო. წარმოგიდგენიათ?
ყველაფერი ქართული ნაგავია. დანიშნულება თურქი ექიმისგან და ეს დანიშნულება არის შესრულებელი. ამ დანიშნულებაში წერია კონკრეტული მედიკამენტები, როდის და რადგან უნდა მიიღოს. ეს მედიკამენტები არ უნდა შეატანინონ ერენის ოჯახს, შიგნით ოჯახობლებს და ეს მედიკამენტები უნდა მიიღოს, ან თვითონ ციხემ უნდა იყიდოს ეს მედიკამენტები და უნდა მიცეს იმ დანიშნულების მიხედვით, როგორც აქ დანიშნული. ეს არის რეალობა. არა, ამას არ აკეთებენ, რაღაც სიცოცხლეს უყვებიან, ამის კონსულტაცია ჩაუტარდა, იმის კონსულტაცია, არავის არ აინტერესებს კონსულტაციები. არავის არ აინტერესებს. ნიშნობა რაც არის თურქი ექიმის დანიშნულება და თურქმა ექიმმა დაუნიშნაო რაღაც წამლებიო და ეგ წამლებიო ციხემ უნდა იყიდოსო. ზურა, ჭუჭუებზე რომ მაკოცო არ გინდა? და ელენეს გარდა რამდენი პატიმარია? იმ პატიმრებზე ფიქრობ რამე? ეს ოდესმე გამოსულ ხარ და იმ პატიმრებზე რამე კომენტარი გაგიკეთებია? მოიცა, კი, გაგიკეთებია. ციხის შემთხვევაში ის რომ ადამიანებს ციხეში ურტყავდნენ, მე ვიცოდი და ჩემ გარშემო ყველა ვიცოდა. ანუ ის რომ ეგრეთ წოდებული каранტინის დაშლა თუ რაღაცა ხდებოდა, ანუ ვინ შედიოდა ციხეში მათ რო ურტყავდნენ, ისევე როგორც ის რომ საკნებში ვიღაცა თუ დაილაპარაკებდა, შემოდიოდნენ და ვიღაცებს სცემდნენ, მე ეს ვიცოდი. იცოდით ეს არ იყო პრობლემა. და ჩემ გარშემო პრაქტიკულად ყველა მიცოდა, იმიტომ რომ მე მყავს გარშემო არის მათ შორის ახლობელი ადამიანები, რომლებიც ჩემის აზრით იმ პატიმრებზე ის კომენტარი გააკეთე, რომ კიო, მეო ვიცოდიო, კაცო, პატიმრებს რო აწამებდნენო მიშას დროსო და ყველამ ვიცოდითო. ხო, ეგ კომენტარი გააკეთე. ეხა რომ ვითომ ძალიან ზრუნავ პატიმრებს და ელენეს თურქული წამლები ჭირდება და რამე. ჭუჭუები არ გჭირდებათ თქვენ? სხვა პატიმრებზე რატომ არ ფიქრობ? რატომ ოდესმე არ გაიკეთებია კომენტარი? იქნებ სხვა პატიმრები რამდენად ცუდად არიან? იქნებ ვიღაცას რა სჭირს? ოდესმე, რა ვიცი, ვინმესთვის მიგიქცევია ყურადღება? არა. და ეხა, ელენე უნდა გამოუშვათ, ხალხო, ელენეს ჭირდება თურქეთში გადასვლა. ანტალიაში ჭირდება თურმე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში all inclusive-ში მხოლოდ. თურქმა ექიმმა დაუნიშნა all inclusive-ში დასვენება. პარასკევს ჯეტსკიებით კატაობა. აუზი უნდა კონდესო გამათბობლებითო, რადგან ელენემო რო იბანაოსო 24 გრადუსიან აუზშიო, გაცივდებაო. აუზი აუცილებლად უნდა იყოს 26 გრადუსზე გამთბარი. ასე რომ საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვ ბიუჯეტიდან გამოყონ თანხა, რომ გადავარჩინოთ ელენე ხოშტარია. 4 შვილის დედა. მაშინ არ იყო 4 შვილის დედა, მაშინ არ იყო დაავადებული, როდესაც კანონს არ ღვობდა და მოითხოვდა რომ ხელისუფლება დავამხოთო. მაშინ არ ყოფილა კაცო. 4 შვილის დედა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ოპოზიცია სერიოზულ ბრძოლებშია. ნანუკა ჟორჟოლიანი იკავებს, დაიკავებს ერთ თვეში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს. და ის ჩაანაცვლებს თინა ბოკუჩავას ამ პოსტზე. თინა ბოკუჩავა გაახალდათ 2 წლის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე და უყურა სააკაშვილმა, უყურა და არაფერი გამოდისო და ეხა ნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანს და გადაობა პროცესშია ზოგადად და ამ ამბის გაგების მომენტში. ქალბატონმა თინამ გაიგო, რომ მას გადააყენებდნენ თავმჯდომარეობიდან გზაში, როგორც თავადვე იძახის, რომ გზაში გავიგეო, აქ რომ მოვდიოდიო ბრიფინგზეო, გზაში წავიკითხეო სააკაშვილის პოსტიო, რომ თინა, გადამდგარი ხარ, ნანუკა მოდის. მოდით მოусმინოთ ამ ვიდეოს. ის პოსტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მე ბრიფინგზე გზად წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს გოგო მიდის სამსახურში. გონია რომ ეგ მთავარია რა, უფროსია რა. მიდის ჩვეულებრივად ჩაჯდა მანქანაში რაღაცა ეგ ყავა დრაივზე გაიარა რაღაც. 2 მოკა ლატეჩინო, 1 შაქრით, არა, უშაქროთ დიეტაზე ვარ, ჩაიდგა ეგ რაღაცა, სლიმი სიგარეტი ამოიღო რაღაცა. ეწევა და მიშამ დაპოსტა რაღაცა, აბა ვნახოთ. თინა, გადამდგარი ხარ, ნანუკა მოდი შენ მაგრამ. აი, მართლა ეგრე გაიგო ადამიანმა, რომ всё, აგდებენ თავმჯდომარეობიდან.
წარმოდგენილი გააქვთ, რამდენად სირცხვილია, რამდენად გააბანძეს გოგო და როგორ გაბოროტდება ეხა. წარმოდგენილი გააქვთ. იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთი გავჩერდებით. იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთი გავჩერდებითო და ანუ ისევ გავაგრძელებო ბრძოლასო. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, წინასწარ გეუბნებით. აი თინა ბოკუჩავა როგორი გადამტერებული იქნება იცით ეხა ნანუკაზე და როგორი გამწარებული იცით მიშაზე და ნანუკაზე ერთად. აი წარმოუდგენელ ზღვარს მიაღწევს თინას გამწარება. აი არ გამოურიცხავ რომ ქართულ ოცნებაში მივიდეს და აი რა გჭირდებათო აგერო ყველაფერი მე მაქვს ყველა დოკუმენტიო რომ მიშას და ნანუკას იმას საქციელი ვანანოთო აი არ გამოურიცხავ მაგას მართლა იმიტომ რომ აბსოლუტურად სამარცხვინოთ მოექცნენ ადამიანს რომ პირადადაც არ შეხვდა პირადადაც არ დაელაპარაკა სააკაშვილი პროსტა Facebook სტატუსი გამოაქვეყნა რომ თინა გადაყენებული ხარ ნანუკა შენზე უკეთესია, შენზე უფრო ლამაზია, იმის შემდეგ რაც ოზემპიკით გახდა, ნახე ნანუკა, ასე რომ თინა, всё, შენ დაბერდი, წადი თინა პარტიიდან. რაც არ უნდა თინამ ჯერ შეინარჩუნოს, იმიტომ რომ თინა პროფესიონალია, რა თქმა უნდა, შეინარჩუნა ჯერ საკუთარი პოზიცია, რომ არა, ყველაფერი კარგადაა, მე მაინც გავაგრძელებ ბრძოლას, მაგრამ არა. სახეზე და საუბარზე და მოქმედებებზე და ზოგადად მიხვრა-მოხვრაზე ყველაფერს წაკითხვა შეიძლება რომ თინა არის აბსოლუტურად გამწარებული და ყველაფერს იზამს რომ დაანგარიოს სააკაშვილი და ნანუკა. ასე რომ მე შეთავაზება მექნება ქალბატონ თინასთან რომ თანაწამყვანად მობრძანდით ქალბატონ თინა ჩემ გადაცემაში. ნუ იგივეს გააკეთებთ რეალურად რაც ნაციონალური მოძრაობის პარტიისთვის აკეთებდით, ანუ აბსოლუტურად არაფერს 2 წელი ხომ იყავით ხომ ჩაძირეთ პარტია უფრო ღრმა ჭაობში აბსოლუტურად 0 ახალი მხარდამჭერი ხომ მოუყვანეთ ხო და იგივეს გააკეთებთ ჩემთან აი ესე ჩავიწევი მე თქვენ აქ დაჯდებით და ნუ რასაც პარტიაში აკეთებდით რა რო ჩაირთვება ხოლმე გადაცემა იტყვით უბრალოდ რომ გამარჯობა მე თინა ვარ მე ლამაზი ვარ უბრალოდ სხვა არაფერი და იჯდებით ხოლმე ესე და დამელოდებით სანამ მე ვისაუბრებ აქ. ხელფასი, ნუ ბიუჯეტი ჩემ გადაცემას ახლა ნაციონალური მოძრაობისგან და სოროსის ფონდებისგან განსხვავებით ჩემ გადაცემას 0 აქვს ბიუჯეტი, მაგრამ ნუ რაღაც 3 პეჩენია მექნება ხოლმე. 1 ყავა, 3 პეჩენია. всё, ეგ იქნება ანაზღაურება. შემეხმიანეთ ქალბატონ თინა, ვიმუშაოთ ერთად, ვითანამშრომლოთ, ერთად ჩავძიროთ ნანუკა და სააკაშვილი. აგერ, თქვენი მერხი, თქვენი სამუშაო ადგილი. ივლით ხოლმე რაღაც სულელური ფურცლებით დაჯდებით აქ და აბა ეხა ის არ ჩავატაროთ ყრილობა. რა ყრილობა უნდა ჩაატარო? 2 წელი რაც ატარეთ ყრილობები რა ქენით. ნაციონალურ მოძრაობაში ტიპი მოვიდა თავმჯდომარედ დედაუტი რა ვაფშე ჩაძირა ყველაფერი და ეხა უკმაყოფილო რომ მე რატო გადამაყენეს ხალი იმენა მტერია ყველაფრის და რატო გადამაყენეს ნანუკა რითი მჯობია არ ვიცი ქალბატონო ლამაზო თინა არ ვიცი ნუ საქმით ნანუკას ის მაინც აქვს თოქ-შოუებში მაინც იკაჩება და TikTok-ზე მაინც უყურებენ და თქვენ TikTok-ზეც არ ხართ გაკაჩული უბრალოდ ლამაზი ხართ всё მერე და ჯო ვილსონს მოსწონ ხართ და ჯო ვილსონი გეთანხმებათ ყველაფერში всё აუ ეხა всё ჯო ვილსონსაც დაკარგავენ სხვა შორის იმიტომ რომ ჯო ვილსონს ხო თინა კერავდა ხოლმე ჩადიოდა ამერიკაში რაღაც სისულელებს მოუყვებოდა რომ არჩევნები გაყავდა ჯო Can you imagine that? და ისე ჯოც oh yes თინა რაღაც სისულელები და მე გამოდის დასირებული ჯო ბებერი კაცი და არჩევნები გაყავდა საქართველოში всё აქ ჯო ვილსონსაც დაკარგავენ ეხა თინას წასვლით კაი, მოკლედ, დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა. აუ, გავოფლიანდი და ძალიან დაცხა ჩემს სახლში. ვინმე კონდიციონერი მიყიდათ. რა ღირს კონდიციონერები? ჰა? 300 ლარი თუ 40 ლარი. კოცნით მიყვარხართ წავედით.
კონდიციონერის ფული ჩამირიცხეთ აღწერაში მითითებულ ლინკზე.